საღოლ ბიჭო თქვენ რა. მოკლედ, წინა ვიდეო რომ დავდე რაღაც სურვეის თამაშობდით, ძალიან მოგეწონათ. 50 ლაიქს გადამსდარი იყო და რაღაც 60-ზე მეტი ლაიქი ქონდა, მაგრამ YouTube-მა დამიკლა ლაიქი და ეხლა 45 აქვს, მაგრამ მაინც. აი აგერ განახებთ და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვიხდით თითოეული ლაიქებისთვის. როგორც ჩანს, მოგეწონათ ეს თამაში, რაც ვთამაშე. და შემდეგში ვაპირებ ამ თამაშის გადაღებას და ძალიან მაგარი ვიდეო ვილოდებათ, რადგანაც ძალიან მაგარ ადამიანთან ვაკეთებ კოლაბს, მაგას მიხვდებით მალე. მაგრამ სუპლის მე ვერ გავაფუჭებ, რადგანაც მერე მუღამი აღარ ექნება. ამიტომაც ჯობია რომ შემდეგ ვიდეოს დაელოდოთ და ნახავთ თუ ისე მექნება კოლაბი, მაგრამ ეს შანსი არის 50-50-ზე რომ მაგან დამთანხმდეს კოლაბზე. მაგრამ მაინც დღეს ამისთვის არ ვართ. დღეს ჩვენ გვაქვს question and answer-ის ვიდეო. ვინც არიცით რა არის ეგ, კომენტარებში რაღაც კითხვებს მიწერთ და მე ყველაფერს ვპასუხობ. შეგიძლიათ ეხლაც დამიწეროთ და შემდეგ ნაწილს თუ გადავიღებ, გიპასუხებთ მაგ კომენტარებზეც. მოდი ეხლა დავიწყოთ პირველი კომენტარით. Roblox-ის გარდა რამე სხვას თუ თამაშობ და სხვა თამაშებზე თუ ვაპირებ ვიდეოების დადებას. ნუ Roblox-ის გარდა ვთამაშობ ისე სხვა თამაშებს, ვდებდი კიდეც YouTube-ზე ადრე სხვა თამაშებს. მოკლედ ვთამაშობ Brawl Stars, Minecraft, The Forest, ადრე Fortnite-ს ვთამაშობდი, ვიღებდი და ხანდახან რამე ჰორები თუ გამოვა. კოლაბორაციას ვინმესთან თუ გვაკეთებო. ანუ ვიდეოსაც ყიში ეგ ვთქვი, საღოლ გამოიცნო ამ ვიღაცამ. რა თქმა უნდა ვაკეთებ თან იმნაირ ადამიანთან ვაკეთებ, რომლის დაბრუნებაც ყველას ენატლებოდა, ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ YouTube-ზე არა, TikTok-ზე. მოკლედ ეს იუთუბერი ამ კომენტარში თავაზობს კოლაბორაციას, ესეც. რა თქმა უნდა შენთან გავაკეთებ კოლაბორაციას, მაგრამ ჯერ შემდეგ ვიდეოში ვნახავთ იმ ადამიანთან, ვისაც ვაკეთებ და სურპრიზად მაქვს, ის თუ გააკეთებს დამთანხმდება. თან ისე მგონია რომ დამთანხმდება, რადგანაც მეგობრები ვართ, კაი კონტაქტი გვაქვს და ალბათ 1-3 წელია მეგობრობთ. Roblox-ის თამაში ოდის დაიწყეო. კაროჩე ალბათ ვიყავი 1-6 წლის, ეხლა 15-ის ვარ და 2016 წელს დავიწყე Roblox-ის თამაში. მაშინ ჯერ კიდევ ტიქსები და გესტები იყო, მაგრამ არც ერთი საზზე არ ვიყავი. მოკლედ ეკამოწესო რო კეთებდი ჩემით და გესტებს ვიყენებდი. ნუ მე ჩატში წერაც ვისწავლე, ეკამოთების შექმნას ვისწავლე და რაღაცები და მოვიხოდე რა. მოდი ვნახოთ ახლა შემდეგ კომენტარი. შეყვაო თუ ყავსო და თუ არ ყავს ყოფილი თუ ყავსო. ანუ კაროჩე, შეყვარებული არ მყავს. ალბათ 1-3 ყოფილი ყავს და 3 ონლაინ ყავს. რეალობაში არასდროს არ ყოლია შეყვარებული. შენო ყველაზე კარგი იუთუბერი ხარო. გაიხარე, მადლობა დიდი. ნუ YouTube-ზე მეტი კომენტარი არის, ზოგმა ალბათ ეკაუნთი ვერ გააკეთა, მაგრამ ვინც ეკაუნთი ვერ გააკეთა, მომწერა Discord-ზე. რა თქმა უნდა, მაგასაც ჩავთვლი ცოტა ხანში, მაგრამ თუ ვერ აკეთებთ YouTube-ის ეკაუნტს და ვერ აკომენტარებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე, რომელიც სახსეაში იქნება, მანდ იქნება ჩემი Discord სერვერი, რომელსაც მოვხოდა იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრი ხალხი შემოვარა და ვიაქტიურებ ხოლმე სერვერზე. შეგიძლიათ მაგ სერვერზე დაწეროთ რამე კითხვები, ან ვაფშე გაერთოთ. და მოდი ახლა ვნახოთ ის Discord-ის კომენტარი. რა იყო შენთვის ყველაზე სასირცხვილო მომენტიო, რომელიც გადაღების დროს დაგემართაო? ნუ ჩემთვის ყველაზე სასირცხვილო მომენტი იყო ის, რომ როდესაც ვიყავი 11 წლის და ხვდებოდი 12 წლის, ვიღებდი ვიდეოს, რაც unboxing-ის ვიდეოს ვაკეთებდი Brawl Stars-ში. ნუ ეგ ძველ ახსედებს, რომელიც დავკარგე, მაგრამ დაიკიდეთ. ნუ ვიღებდი ვიდეოს და ყოველ წამს ზედა ჩემიყიო და გამოდი ოთახში დადავი ტელეფონიო. ნუ მეტი შეკითხვები უკვე აღარ არის, როგორც ჩანს, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოეწერეთ ჩემი არხი. ასევე მეგობრებო, ლინკზე მაქვს ჩემი თამაში, აუცილებლად გადადით და ნახეთ, რადგან ძალიან მინდა რომ მოვხოდო მალე. და Discord-ის სერვერის ამბავი კი თქვენზე არის უკვე დამოკიდებული, თუ მოიხოდება სერვერი, უკვე დავიწყებ აქტიურობას რა მანდ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო რაზოლებალი და დროებით.